ეს თემა ეხება ზოგადად ისეთი საყოველთაო ტერმინით ვიტყვირა დიჯიტალიზაციას, იმიტომ რომ გაციფრულებას. გოდიში, გაციფრულებას. რითი დაიწყო საერთოდ ეს ყველაფერი? ფურცელზე ეწერათ ტიპებს რაღაცები. კორ ბანკინგი რა არის მაგით ვთქვა. ვინ გამოუშვა პირველი ბარათი მეტა? ბარათზე რო ფულს შეიტანდი, მესამე დღეს აისახებოდა და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ თუ ყველაზე წინ არა ალბათ ხუთეულში ყველაზე მოწინავე გაციფრულების ხუთეულში ვარ. პირველი მობაილ ბანკი რა იყო თუ გახსოვს საერთოდ. გადავედით საბანკო სისტემის გაციფრულებიდან ფინანსური სერვისების გაციფრულებას. 500 ბანკი რო იყო საქართველოში რეგისტრირებული. ერთი ბანკი იყო იმის რა ქვია სახანძრო შენობაში იყო გახსნილი. მე ვარ ნიგერიელი პრინცი და მჭირდება 100,000 დოლარი. 25%-ით არის შემცირებული ბოლო 4 წლის განმავლობაში ფილიალების ვიზიტი. სალამი გიორგი. სალამი ბატონო ალექსანდრე. როგორ ხარ? კარგად, თავად? კარგად, მეც კარგად. როგორ ხასიათზე ხარ დღეს? როგორ შეგვიძლია რომ დავიწყოთ დღევანდელი პოდკასტი? და რაზე ვისაუბროთ დღეს? კარგ ხასიათზე ვარ. ვითომ არა ვართ მომზადებული და რაზე გინდა რომ დღეს ვისაუბროთ? ხო, ბევრ რაღაცზე მინდა რომ ვისაუბროთ. წინაზე რომ ვლაპარაკობთ რაღაცა თემები იყო, რომელიც არ გავშალეთ ბოლომდე. მინდა რომ მაგას შევეხოთ, მაგრამ ჩემი აზრით არის ერთი ძალიან საინტერესო თემა, რომელიც აქტუალურია დღეს და მინდა რომ ეგ თემა დავფაროთ და ეს თემა ეხება ზოგადად ისეთი საყოველთაო ტერმინით ვიტყვირა დიჯიტალიზაციას, იმიტომ რომ გაციფრულებას. გოდიში, გაციფრულებას, ხო, მაგას ხო შევთანხმდით, რომ კი, არა, ტერმინებს ვარ ახუნებდი. ტერმინებს გამოვიყენებთ. მაგრამ მეთანხმები გაციფრულებას რა, გაციფრულებაზე მინდა რომ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ეგ ისეთი საკითხია, რომელიც დღეს მგონია რომ აქტუალურია ბევრი კუთხით, ყველა კუთხით, საერთოდ რა. მომხმარებლიდანაც, ბანკიდანაც, ფინანსური ამბავშიც, cyber security-ის ამბავშიც და ასე შემდეგ, კიბერუსაფრთხოების ამბავში. ხო, მოდი მაგით დავიწყოთ რა. ჩემი აზრით მგონია რომ ეგ იქნება ერთ-ერთი ისეთი, რა ქვია, საინტერესო ტოპიკი დღევანდელი შეხვედრისთვის. გაციფრულება ძალიან საინტერესო საკითხი არის და მე მგონი პირველი პოდკასტები რომელიც გვექნება, მგონია რომ უფრო მიმოხილვის ნაწილი იქნება. ესე რომ ვთქვათ, ინტრო, სარეკლამო იქნება იმისთვის, რაზეც შემდეგში უნდა ვისაუბროთ. გაციფრულება იმდენად დიდი საკითხია, ანუ იმდენად გრძელი და დიდი საკითხი არის, რომ მგონია რომ ბევრჯერ მოგვიწევს ამაზე საუბარი. ყველაფერზე რაზეც არ უნდა ვისაუბროთ, ყველაფერი დავბრუნდებით ხოლმე კიბერუსაფრთხოებაზე, დავბრუნდებით გაციფრულებაზე, რა არის, როგორ არის, რა ნაწილში იქნება. ალბათ საბანკო სისტემის გაციფრულებით უნდა დავიწყოთ და რითი დაიწყო საერთოდ ეს ყველაფერი რა, ანუ ისტორიულად საიდან სად აღმოჩნდით რა. ანუ დღეს მგონია რომ ბევრი ადამიანისთვის გაციფრულების ნაწილთან როდესაც ვიწყებთ საუბარს, წარმოუდგენიათ, აი მობილურში რამდენად მარტივად გამოიყენებს რაღაც ფინანსურ სერვის, მაგაზე არის საუბარი და პირველად როდესაც დავიწყე ბანკში მუშაობა, ერთხელ ბარათებით დადიოდით. არა, ბარათებზე არ არის საუბარი საერთოდ. მატრიცული პრინტერი იდგა, რომელშიც დღის დახურვა იბეჭდებოდა და ფილიალი როდესაც დახურავდა დღეს, ანუ აი ეს მინდა რომ ფილიალი რო დახურავდა დღეს, ცენტრალიზებულად ყველა ანგარიშგება მეორე დღეს იქნებოდა მხოლოდ. ანუ ორ ფილიალში რო გაგიკეთებინა ერთი და იგივე ბანკში ტრანზაქცია, მხოლოდ მეორე დღეს ეწოდინებოდა ესე ვთქვათ, კლიანად ბანკს რო ორჯერ გააკეთე ეს ტრანზაქცია. როგორც ცალ-ცალკე კლიენტს, ესე მე დაგირეკავდნენ და აი შენ რო ეს ერთი კინკილა $100 გქონდა. არა. ეგ იყო, მაგის სიაღრიც ხო იგი. ეგ იპინგებოდა ესე ვთქვათ, რომ ეს ფული აღარ გაქვს ანგარიშზე, მაგრამ ანუ რეალურად ორჯერ რო გაგეხსნა ბანკში ანგარიში
თეორიულად შესაძლებელი იყო. ამიტომ გაირკვა, რომ საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყე მუშაობა ბანკში, ხო? არა, მე მგონი ჩქარა განვითარდა ეს ყველაფერი, უბრალოდ ძალიან ჩქარი ტემპები განვითარდა რა, ხო? დიდი ხანია, ამაზე ვისაუბრეთ, რომ დიდი ხანია სისტემაში ვარ და დიდი ხანია ვემსახურებით საბანკო სფეროს, ესე ვთქვათ რა. ხო, მე მახსოვს ერთ-ერთი პირველი თემა, რომელსაც შევეხე ჯერ კიდე სწავლის დროს იყო core banking-ის სისტემები. და ეს ტერმინი იყო ძალიან დამაბნეველი რა, core banking-ის სისტემა. ანუ ხო ხდები core რას ნიშნავს და ეს სხვადასხვანაირად მოიხსენიებდნენ და core ესე იცახდნენ ხო. core-თან მიდიოდა ასოციაცია რა. ხო და მე რაღაც ჟურნალში რაღაც სტატია წავიკითხე, მეც საკმაოდ დიდი ხნის წინ ამბავს ვიხსენებ, თლად მაშინ ეს ChatGPT და Gemini და ესე არ იყო რა, Google მოკლედ მარტივად რა ვთქვა და მახსოვს რომ ძალიან გამიკვირდა რომ აღმოაჩინე რომ ბანკებმა სადღაც აღარ მახსოვს 60-იან წლებში, თუ სწორედ მახსოვს ამერიკაში, Citi არის ეგეთი ბანკი, თუ გემგონი Citi იყო, პირველი აი ეს core banking-ის სისტემა, ანუ ცენტრალიზებული მთავარი პროგრამა ბანკში, რომელშიც ყველაფერი თავს იყრის, მეტნაკლებად აი კლიენტი, ტრანზაქციას შემდეგ ასე შელაპარაკობ, რომ გააკეთეს 60 თუ 70-იან წლებში რა, ძალიან დიდი ხნის წინ. და როდესაც დაიწყეს ნელ-ნელა მერე ამის გავრცელება, გამოყენება და მაგაზე დააშენდა მერე მთელი ის პროცესი, რასაც ბანკების გაციფრულება ქვია. იმიტომ რომ მე როცა მაგას ვკითხულობდი, იყო 2010 ცოტა უფრო ადრე წლები. ძალიან ბევრი დრო იყო მაგის მერე გასული და მე ვერ წარმომედგინე, მე მეგონა რომ მაგ პერიოდში აი ხა რასაც ვლაპარაკობთ რა, აი ფურცელზე ეწერათ ტიპებს რაღაცები და ფურცლიდან მერე იწერდნენ ვინ რა გააკეთა. მე მეგონა რომ უფრო მერე მოხდა. ანუ საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს გავლილი ბანკების გაციფრულებას. და პირველი ეგ იყო მეტნაკლებად 60-70-იანი წლები. წარმოდგენაც კი ისეთი არის რა. ხო, ანუ ჩვენთან გაქანებული საბჭოთა კავშირია, აღმოსავლეთში ყველაფერი ხდება, ანუ ხდები ამერიკაში ტიპები იწყებენ Citi იწყებს მუშაობას რაღაც პროგრამაზე, რომელიც არის core banking-ის ჩანაცვლება. Core banking რა არის, მაგით ვთქვათ რა, ცენტრალური სისტემა, რომელიც სრულად მართავს და აკეთებს აღრიცხვას ყველა ტრანზაქციის. რაც მიმდინარეობს. პირველი ეს არის საგადახდო სისტემები, რომელსაც მომხმარებელი იყენებს, უშუალოდ მომხმარებელთან რასაც შეხება აქვს. სესხები და ასე შემდეგ, ანუ მომხმარებლის გამოყენებადი პროდუქტების აღრიცხვა და უკანასკნელი არის, რომ ადგენს ბალანს, ბუღალტერიას, ხელფასებს უხდის თავის თანამშრომლებს და ასე შემდეგ. ანუ ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც სრულად აღრიცხავს ყველაფერს. დღეს ეს მოდულებად არის ჩაშლილი და ესე ვთქვათ ცალ-ცალკე პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება UX-იან მომხმარებლის მხარე, უკანა მხარე, data და ასე შემდეგ. კომპლექსური არის და ბევრი მიშენება აქვს, ესე ვთქვათ, ამ core სისტემას, მაგრამ core სისტემის პირველი დაყენება რო იყო, ანუ მე მახსოვს რომ ვცვლიდით core სისტემას, ეს იყო ნუ რამდენიმე ღამე გათენება, რამდენიმე ღამის გათენება. არა ხო და თან თუ ეს დაემთხვეოდა ხოლმე შაბათ კვირას ან რაღაცას, რომ მე ორ შაბათს ყველაფერი მზად უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ. ანუ დღეს რო ტელეფონში იმას რა ქვია, updates რო უშვებ, ანუ განახლებას რო უშვებ პროგრამის და ტელეფონის გადატვირთვაც რო არ გჭირდება, ის რაღაცა ზღაპრად წარმოგვედგინა. ცოტა ჩქარი რეჟიმით რო გადავახვიოთ, იმიტომ რომ მე მგონი ისტორიას ძალიან რო არ ჩაუღრმავდეთ. პირველი ბარათები, პლასტიკური ბარათები ალბათ გაციფრულების ნაწილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო რა. თუ 60-70-იან წლებს ვამბობთ, ალბათ საქართველოში უნდა ვისაუბროთ, რომ 90-იანი წლები იყო გაციფრულების აქტიური ეტაპი. ხო, 95-დან ვიტყოდი უფრო მეტად. იმის წინ ვერ უცხოად რო გითხრა რა, ქართული საგადახდო კი არა და საბარათე პირველი ბარათების ისტორია. პირველი ბარათების ისტორია მახსოვს, MasterCard-ი იყო, თუ არ ვცდები, MasterCard-ი იყო პირველი და იმ წამსვე შემოვიდა Visa და პირველი ბარათების გამოყენება სადღაც 98-99 წლები არის. ანუ შეიძლება 97-ი. ვინ გამოუშვა პირველი ბარათი მეტად? პირველი ბარათები
პრაქტიკულად თითქმის ერთად გამოუშვეს ყველამ რა, ანუ ყველა ბანკმა, მოწინავე ბანკებმა ერთდროულად დაიწყეს. UFC იყო მე მგონი პირველი საპროცესინგო ცენტრი და მე ჯორჯიან კარტიც მიყვა, ესე რომ ვთქვათ. პირველი ბარათები მაშინ ანუ აი არც მახსოვს. ხელები სხვა იყო იმ ბანკების, რომელიც დღეს ანუ ზოგი ბანკი არის, ზოგი ბანკი აღარ არის. არ ვაწყენინოთ ვიღაც. ხო, ანუ რაღაც ბევრი ბანკი იყო რა, ანუ ბევრი ისტორია. ინტელექტ ბანკს ჰქონდა, მე მგონი ერთ-ერთი პირველი, საქართველოს ბანკს ჰქონდა, TBC იყო, GKB იყო მაშინ, რომელსაც ჰქონდა ასევე. კი, გაერთიანებული ქართული ბანკი. ბაზის ბანკს ჰქონდა თუ არ ვცდები, მაშინ სახალხო ბანკი იყო, ანუ სახალხო ბანკიც მიყვა და ანუ ეს იყო პირველი ბარათები რა. და პოსტერმინალები რო არ იყო. მარტო ბანკომატში რო ანაღდებდი და კიდევ იყო ხელით გასატარებელი იყო, ბარათს რო გაგიტარებდნენ და ყველაზე კარგად მახსოვს ბარათზე რო ფულს შეიტანდი, მესამე დღეს აისახებოდა ხოლმე. ანუ აი დღეს შეიტანდი ფულს და მესამე დღეს შეგეძლო რომ გამოგეყენებოდი. მაგას არ მოვესწრებ. და პირველი ნაბიჯები აი 2000-იან წლების დასაწყისში პირველად რო შეიტანდი ფულს და იმ წამსვე აისახებოდა ბარათზე, ეს იყო რაღაცა მიღწევა იყო რა. ბანკომატის ისტორიას ვიხსენებ ხა. რამდენიმე ბანკომატი მახსოვს ეგრე რა. ბანკში რო იდგა ხოლმე ბანკომატები. და იქ იმასთან ფილარმონიასთან ლეგოს მაღაზია რო იყო, მან დიდგა კიდე რაღაც ბანკომატი. მართლა გეუბნები, ანუ ეგეთი პონტი იყო რა, ანუ ქალაქში იყო რამდენიმე და ყველა მიცოდა რა. ბანკომატების ნაწილთან დაკავშირებით ბანკომატი გაციფრულების და დიჯიტალიზაციის კომპონენტია რა. ანუ ფილიალში აღარ გიწევდა მისვლა ფულის გამოსატანად. ძალიან მაგარია. ფული შენთან ერთად იყო, მაგრამ ნუ ხელფასებზე რიგი იდგა ხოლმე. ანუ ხელფასების ჩარიცხვის დღე პირდაპირ პროპორციულად ასოცირდებოდა, რომ ბანკომატთან ან ფილიალში რიგები იდგა, რომ გაენაღდებინათ ეს თანხები. მაგასთან ერთად მინდა ვთქვა, რომ ან მაშინ გაციფრულებაში ბევრად ჩამორჩებოდით ჩვენ საქართველო, კი. იმიტომ რომ აქ უნდა ვთქვათ, რომ ინფრასტრუქტურის ნაწილი არის რა. სანამ ცოტა მომხმარებელი ყავდა ციფრულ, ესე ვთქვათ, დისტანციურ სერვისებს, მაგამდე ინვესტიციის განხორციელება ამ მიმართულებაში ჯერ აზრს მოკლებული იყო და მერე ძალიან პატარა იყო საბანკო სისტემა საქართველოში, ანუ შესაძლებლობის ნაწილიც იყო. აქედან გამომდინარე 1000 ადამიანი ბენკინგობდა. ხო, როგორც ვთქვი, ანუ ბარათის ხო ერთი ხუმრობა დღემდე შემორჩენილი არის, რომ ლამინირებას რო უკეთებდნენ ხოლმე პლასტიკის ბარათებს, თუ არ გაფუჭებული იყო, ანუ მოხმარებაში რო არ გაფუჭებული იყო, ესეთიც გვახსოვს და ესეთი, ესე ვთქვათ, შემთხვევებიც იყო მაშინ რა, ანუ რა იყო ეს პლასტიკური ბარათი არ გვესმოდა. მე რა გამახსენდა ხა იცი ერთ-ერთ კონფერენციაზე ვიღაც ტიპი გვაჩვენებდა რაღაც მოკლედ თემა შეეხებოდა გაციფრულებას. დიდი ხნის წინ რა, ბარსელონაში ვიყავით ბანკიდან ისევ და ბარკლიში მუშაობდა ეს ტიპი რა, რომ მოყვა პირველი ბანკომატი რომ დადგეს ლონდონში თუ არ ვცდები. წელი არ მახსოვს, მაგრამ ნუ დიდი ხნის წინ ალბათ 70-იანებისკენ რა. და ხალხი რომ სანახავად მიდიოდა, იმიტომ რომ რაღაცა ეს ATM-ის დეფინიცია ხო არის რაღაც automated teller machine ხო არის და ესე იდგა რაღაც რკინის ტიპი, რომელიც არაფერთან დაერთებული არ იყო, რაც ფროდის თემებს დიდა, მაგრამ მაშინ ვიფროდავდა ბანკომატებს. და 70-იანებში თუ როცა იყო 80-იანებში ეს პირველი ბანკომატი რო დადგეს ტიპებმა, რომელიც ავტომატურად გაძლევდა ფულს. და მერე რაღაცა ბარათების თემაც რომ მიაყოლეს რა, ეხლა რასაც ეხლა შენ ჩვენთან ყვები 95 თუ როცა თქვი 2000-იანები 17-18 წელი. ანუ გამოდის რომ 20 წლიანი დაგვიანებით რა. და მაგ პერიოდში მახსოვს კიდევ რომ ATM-ები, ანუ ბანკომატები რო დავდგით და იდგა საქართველოში, მხოლოდ ფულის გამოტანის სერვისი იყო. და მაშინ მახსოვს ევროპასთან კიდე
ცალკე კითხვები არსებობდა, ანუ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ თურქები გაიჭრნენ მაშინ ძალიან წინ. Yes. და ბანკომატებში ქონდათ კომუნალურების გადახდა და ანუ რაღაცა ფულის შეტანის ოფცია და რაღაც ანუ ბევრი ოპერაცია შეგეძლო ამ ყუთთან რო გაგიკეთებინა რა. აქედან გამომდინარე მაშინ ვნახეთ პირველად ეს იყო მე მგონი 2000-იანი წლები, როდესაც ნუ აი ეს რაღაცა მიღწევა იყო მაშინ. ეხლა რასაც ტელეფონში ყველაფერს ვაკეთებთ, მობილურ ტელეფონში, smartphone-ში, ეს ყველაფერი რაღაცა მისვლის წინაპირობა იყო. ამან გააჩინა paybox-ებიც მერე. კი, მე მაგეთებს ძალიან მოვესწარი. paybox-ები, სადაც რაღაცა, ხო, სადღაც გადავიდა, ხო, ეს სერვისები იქიდან ხარეს, მაგრამ მან ძალიან დიდი გარღვევა დაიწყო რა საქართველოში. და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ თუ ყველაზე წინ არა ალბათ ხუთეულში ყველაზე მოწინავე გაციფრულების ხუთეულში ვართ რა როგორც იმპლემენტაციაში სოფლიოში კი ესეთ სერიოზული ამბიციური განაცხადია ხო მაგრამ ნუ ანუ ელემენტარულად რო ვთქვა რომ ისე არ გიგონოს რაღაც კი უკონტაქტო გადახდებთან დაკავშირებით პირველ ადგილზე ვართ კი პირველ ადგილზე ვართ უკონტაქტო გადახდებში სოფლიოში ანუ იმპლემენტაციის და გამოყენების ნაწილში უკონტაქტო გადახდები ვართ პირველ ადგილზე. თან რამდენიმე წელია პირველი არ არის რა. მეორე ნაწილი არის რომ სიმარტივე გამოყენების ამ აპლიკაციების გამოყენების პირველი ინტერნეტ ბანკი, როდესაც გაეშვა პირველი ინტერნეტ ბანკი რო გაეშვა საქართველოში. იცი რომ როდის გაეშვა? გახსოვს? ზუსტად წელს ნამდვილად ვერ ვიტყვი და რო არ შეგიყვანო შეცდომაში. რომელი ბანკი იყო ეგ გახსოვს? არა, იცი როგორ რაღაც არის. მანდაც შეცდომა შეიძლება დაუშვა, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას ქონდა და არავინ არ იყენებდა რეალურად რა. არ ხუმრობ, მართლა ესე იყო, რეალობა იყო ეს რა, რომ ინტერნეტ ბანკი არსებობდა, უბრალოდ რაღაც ცალკე ცხოვრობდა რა, ვიღაცები იყვნენ, რომლებიც ძალით იყენებდნენ ინტერნეტ ბანკს რა, ანუ დაახლოებით აი ესეთი მიმართულება იყო. ანუ არ იყო მაგისი მოთხოვნა, რომ ვინმეს გამოეყენებინა კომპანიას რო გამოეყენებინა ინტერნეტ ბანკი, ეს იყო რაღაცა მითი იყო, ვიღაცას შეეძლო რომ მოეყოლა რა. ვინ იქნებოდა საინტერესო ახლა ვფიქრობ რა. ინტერნეტ ბანკში? ინტერნეტ ბანკი ბევრად უფრო ინკლუზიურად განვითარდა, ანუ თითქმის ყველა ბანკმა ვირტუალურად გაუშვა ინტერნეტ ბანკი ვიდრე მობაილ ბანკი. იმიტომ რომ მობაილ ბანკი ბევრად უფრო ინტუიტიური უნდა ყოფილიყო, ბევრად უფრო გამოყენებადი და პლუს კიდე ბევრად უფრო ძვირიჟდებოდა მობაილ ბანკის ინფრასტრუქტურის ინტეგრაცია, იმიტომ რომ ინტერნეტ ბანკს მაინც მეტნაკლებად უფრო უსაფრთხო იყო, იმიტომ რომ რაღაცა მინიმუმ IP. ბიჭო, მე ისიც ხო იყო სანდოობის ამბავი რა, რომ აი ეს შედი შენ თვითონ გადარიცხე, გადმორიცხე ფულს რო უყურე ბალანსი სწორედ ჩანს, ან ნაშთი თუ ბალანსი რაც არის რა. მაგაზეც მახსოვს რომ მე მქონია კლიენტებთან, ადამიანებთან ლაპარაკი, რომლებიც ამბობდნენ რომ ერჩივნათ რომ ფილიალში მოსულიყვნენ და თელერისთან ოპერატორის გადახდაც ერჩივნათ რომ ანუ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მარტო იმიტომ მიდიოდნენ ფილიალში, რომ ეკითხათ რომ რამდენი მაქვს ანგარიშზე ფული. და ის ეტყოდა რომ რაღაც 5 ლარი. დამშვიდებული წავიდოდა სახლში რა. ეგ უფრო 2000-იანი წლების ნაწილი არის და მე ჩემი თვალით მოვესწარი რა. კი, და 2010 წლიდან უკვე ქარი ტემპით მიდის განვითარება რა. პირველი მობაილ ბანკი ეხლა რაღაც ის უცნაური სიტყვებიც რო დღეს მობაილ ბანკი არის მხოლოდ ორ core სისტემაზე, ხო? iOS-ზე და Android-ზე. სხვა რა შეიძლება რომ იყოს, მობილურები როგორც არის, მასე მიყვება რა. მაშინ იყო Symbian-ზე იყო და პირველი მობაილ ბანკი რა იყო თუ გახსოვს საერთოდ. კოდები რომ კოდებით რომ მოდიოდა აფრიკაში განვითარდა ძალიან მაგრა პირველი ეს ხილაკიანი SMS-ი არა SMS-ი იფროდებოდა აი email კოდი რომ მოგდიოდა ხოლმე შავ ეკრანზე რომ ამოგინათდებოდა აი დაახლოებით მასეთი ანუ ეს რაღაც იმას სახელს არ ვიტყვი ხა მაგრამ თბილისშიც იყო რაღაც გავსი იყო ნუ რა თქმა უნდა ძალიან ლიმიტირებული ადამიანები იყენებდნენ მაგრამ მაგით შეგიძლო რაღაცის გადახდა ანუ ხო ნუ
ღილაკებიანი შავ-თეთრი ეკრანით მობილურ ტელეფონით შეგეძლო მობაილ ბანკის გამოყენება. აბსოლუტურად არაინტუიტიური, აი ცალკე ის გჭირდებოდა ინსტრუქტაჟი გჭირდებოდა, კოდები უნდა შეგეყვანა, ფიფქი რაღაცა და იმითი უნდა კი მე მაღაზიას უნდა რაღაცები ეგეთებინა და ხო. მაგრამ მოვედით დღემდე. და გვაქვს მობაილ ბანკი, რომელიც ალბათ ინტერნეტ ბანკის ნაწილზე უფრო კომპანიებისთვის არის ალბათ ბევრად უფრო მისაღები ფორმა, იქიდან გამომდინარე რომ ამონაწერი უფრო კარგად ამოდის, უფრო მეტი ხელსაწყო გაქვს რომ რაღაცები აკეთოს შეგიძლიათ. ეკრანი დიდია ხარა. ხო, ეკრანი დიდია. ფუნქციონალი ერთი და იგივეა. არის ერთი და იგივე. რავი, კი, მე მგონი. არ ვიცი ხა გულწრფელად რო გითხრა მე რასაც ვიხსენებ შენ რასაც იყენებ თუ იხსენებ არა მე რასაც ჩემი გამოყენების კონტექსტში რასაც ვიხსენებ ხო არა ძირითადად ის არის რა ქვია ერთი და იგივე ფუნქცია აქვს უბრალოდ მობაილი ახლა ბევრად უფრო ის არის რა ეფექტურია სწრაფია ჯიბეშია და ჩემთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი რაღაც ჩემ წარმოდგენაში და მე მგონი ყველა ეგრე ვართ დღეს ეკრანი გახდა ესეთი ამოყირავდა რა ესეთი აღარ არის იქ სამუშაობაა და რილსების დროზე მოვედით ხო მაგ ეტაპზე გადავედით მე მგონი რა ერთი უბრალოდ რაც მინდა ამ ეხლა რასაც შევაპარაკობდი ისტორია როგორც მოყევი მნიშვნელოვანი მგონი არის ეგეთი რაღაცა რომ რა გაციფრულების პროცესში ბანკს აციფრულებ თუ კომპანიას იმიტომ ეგ ხო ზოგადად პოპულარული თემაა დღეს და საჭიროც რა მნიშვნელოვანი არის რამდენიმე კომპონენტის რომ შესრულდეს პირობა რა ერთი რომ კომპანიები და ამ შემთხვევაში ბანკები უკან ანუ ბექში მოემზადონ ამისთვის და როგორც წეგონ თქვით ბევრი რაღაცა მოხდა სანამ ბოლოს მომხმარებლები ესე seamless სწრაფ ოპერაციებს დავიწყებდით ანუ core banking-ები, payment-ები, გადახდები ისინი და მეორე ის არის რომ აქეთ მხარეს ინფრასტრუქტურაც უნდა მიყვეს ანუ თუ არ გაქვს smartphone-ი წინაზე ხო ველაპარაკეთ მაგრამ smartphone-ი თუ არ გაქვს ინტერნეტში ჩართული mobile bank-ი არავის არ ჭირდება წეღარა შერასაც ყვებოდი 2000-იანი საქართველოში არ არსებობდა რა ეს ის არისო რა ქვია 4G-ის არისო ინტერნეტი არისო მობილური არისო მაგას ვამბობ ანუ ბანკებიც მიიყვნენ დაიწყეს შეიძლება ძალიან ადრე მაგრამ მიიყვნენ ამ პროცესს და კარგათაც წავიდა ანუ ეს ყველაფერი ეტაპობრივად ეწყობა ეხა 5G რო გაჩნდა და უფრო აქტიურად შემოვა და ტელეფონებიც რომ იყო კიდევ უფრო წინ წავა ეს გაციფრულების და დიჯიტალიზაციის თემა 4G-დან 5G-მდე ბევრი არაფერი არ იცვლება mobile bank-ისთვის მაგრამ 8K-ში თუ ვიდეოს არ უშვებ ხო მაგრამ 1G-დან 4G-ზე იცვლება სამაგიეროდ ბევრი რაღაც ხო რა ერქვა LTE კი არა და LTE უკვე 4G არის Edge, Edge უკვე 3G რაღაცა. ხო, ნუ მოკლედ გაციფრულების ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ გაციფრულებასთან ერთად მე რასაც უყურებ, ბევრი რაღაცები იცვლება, ბანკის და კლიენტის ურთიერთობა იცვლება. კლიენტები აღარ ხვდებიან ბანკში. გადავედით საბანკო სისტემის გაციფრულებიდან ფინანსური სერვისების გაციფრულებაზე. ხო. აი მან მინდოდა რომ გადავსულიყავით რომ ძალიან დიდი დრო ისტორიას არ დავუთხრა. ხო, მაგრამ აქ მოვინიშნავ მე მგონი რომ ამ პოდკასტთან ერთად მე მგონი ისტორიაც რომ მოვყვეთ რა საქართველოში საბანკო სისტემის ხო, ძალიან საინტერესოა გეკითხებოდი. რაღაც რაღაცებს უფრო ადრე მოესწარი, ვიდრე მე და რამდენი ადამიანი არის რომელიც კიდევ უფრო მეტს მოესწრო და იმით რა ქვია 500 ბანკი რო იყო საქართველოში რეგისტრირებული და ხო დღეს 19 ბანკი რო არის გორგასლის სახელობის ბანკიც იქნებოდა ხო ალბათ ხო არ ვიცი კი მაგას მე არ ვიცი ერთი ბანკი იყო იმის რა ქვია სახანძრო შენობაში იყო გახსნილი მახსოვს კიდევაც რა ეს ქართული ბანკინგის ისტორია ჩემი აზრით საინტერესოა მე მაინტერესებს და გაციფრულება მე მგონი ძალიან დიდი ნაწილი იქნება ამის და ძალიან რო არ გადავერთოთ ისტორიაზე მე მგონი აი ისტორიაზე უნდა გავაკეთოთ ცალკე პოდკასტი და ძალიან კარგი საინტერესო ისტორიები უნდა გავიხსენოთ მაგასთან ერთად მე ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენ იმ ადამიანებს, ვინც მაგ დროს საქმეში იყო. 90-იანებში. კონკრეტულად, ხო, ვინც მე არ ვიყავი საქმეში, მე ვარ 2000-იანების ბანკი. მეც მაკეთ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სიმბიანი ვიცი რა არის, მეც მაკეთ ვარ. კი ბატონო.
პირველი ანუ ციფრული პროდუქტები ხო ციფრულ ანუ საბანკო სექტორის გაციფრულებიდან გადმოვიდეთ ფინანსური სერვისების გაციფრულებას. ოკეი. ეს უკვე რაღაცა ინტუიტიურ რაღაცაზე გადმოვედით და დავიწყოთ ამაზე აქტიურად საუბარი, მეგობრებო რა. რითი დაიწყო, მოდი მაგით დავიწყოთ რა. ანუ რა იყო პირველი ხო, პირველი ალბათ გადახდები რა, საგადახდო სისტემა. ხო, ლაივში სწრაფი გადარიცხვა გადმორიცხვები და ბარათები და ყველაფერი მასთან დაკავშირებული. გადახდის ტერმინალები პირველი რაც გაჩნდა, პოსტგულისმო? პოსტერმინალები და გადახდის ტერმინალები რა. ანუ აი ეს ყუთები, რომელშიც იხდიდი რაღაცებს რა. ხო, კი ბატონო. ეს იყო მე მგონი და ამან გახადა უკვე იმდენად მარტივი მომხმარებლისთვის, რომ გადმოეწყო ფილიალიდან, გადმოეწყო ყუთზე. ხო, კი ბატონო. პოსტერმინალზე. კი, ჩვენ smart ანუ ჭკვიან გადახდების სისტემაზე ვილაპარაკებთ. მე რაღაც მომენტში ჭკვიან გადახდების სისტემაზე ვილაპარაკებთ. მე მგონი ამას ცალკე თემა ტერმინალი რო დგას იმაში რო ხო, მაგას აუცილებლად ვილაპარაკებთ და რატო ვართ მაგ მდგომარეობაში მე მგონი უნდა ვისაუბროთ. შეიძლება მარეგულირებელთან ერთადაც ვისაუბროთ მაგაზე რა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო საკითხი არის ეგ რა. ეს მიკვირდა ხოლმე ერთ-ერთ ადრე რა, როცა ევროპაში ხდებოდა და ერთი ტერმინალი რო იყო და ზედ ბანკის ლოგო რო არ იყო დაკრობილი. ან თუ იყო რაღაც ძალიან პატარა და აქ რო ჩამოდიოდი და ხუთი ტერმინალი რო იდგა და ყველას თავის ლოგო და ის თუ ის. ესე რო გეკითხებოდნენ და უცებ რო იბნები, რა ვიცი მე სულ ერთია გადამახდები. ოკეი, კაი, პირველი ციფრული სერვისები, პირველი რა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციფრული სერვისები ეს არის პეიმენტები. კი. გადახდების სისტემები. რა კონკრეტულად თქვი? კეტყვი უბრალოდ რა. გაციფრულება ბევრად უფრო ადრე იყო მოდი ესე ვთქვათ, ვიდრე ეს გამოყენებადი გახდა. იგივე პარალელს გავავლებდი, smartphone-ები ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე touchscreen-იანი smartphone-ები გაჩნდა. ბევრად უფრო ადრე იყო კომუნიკატორები და ასე შემდეგ. უბრალოდ მოხმარებაზე და მომხმარებელზე არის აწყობილი ასევე რა ეს გაციფრულება. ანუ რეალურად თუ არ იქნება გამოყენება ამ პროდუქტების, ეს იარსებებს უბრალოდ ცალკე რაღაცა ფუფუნების საგნად იქნება კონკრეტული ნიშური ადამიანებისთვის. დღეს გაციფრულება არის მასიური. არა, მასიური და ანუ ყველასთვის წესი არის, ხო, რაღაცა გარეშე აღარ გამოდის. კი ბატონო, ფინანსური სერვისების გაციფრულებაზე რო ვლაპარაკობთ, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა მგონია, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურობას განსაზღვრავს რა. აი იმ წინაზე ვახსენეთ ბარათის აღების ისტორია. გახსოვს? მე ხა Google-ის wallet-ში რომ აქ ჩაგდებული, იმიტომ რომ რაღაც cashback-ის ამბავი იყო, ბანკს ქონდა და უცბად გაიჩიტა ჩემ ის ბარათი digital card-ზე მაქვს ლაპარაკი ერთ წუთში. უფასოდ. ანუ ის არის რა free of charge არაფერი არ გინდა. ამავდროულად არის onboarding-ი, კიდე payment-ების მიღმავთვლი, ეხა რეებია ციფრული სერვისები, რასაც ვიყენებთ ჩვენ და ხშირად შეიძლება არც ვაქცევთ დიდად ყურადღებას. და დღეს რო ამბობ რომ 24 საათის განმავლობაში გაქვს ხელმისაწვდომობა ფულზე, ხო, რაღაცა კითხვაც შეიძლება არ გაჩნდეს, რომ ეგრე არ არის რა, შეიძლება რომ არ მქონდეს, ჩემ ფულზე 24 საათი შეიძლება ვერ მქონდეს ხელმისაწვდომობა. დილის 6 საათზე რომ მომინდება პიცა, უცებ ხო და რომელიღაც ანგარიშზე მაქვს ფული, ან ვერ გადმოვიდა ბარათზე და ვერ შევკვეთა. ხო, ეგ არის ცეცხლის აღება. ხო, უცბად ან ერთი ან mobile bank-იდან ან საიტიდან ან იქიდან აქედან კიდე დეპოზიტის გახსნა, გადარიცხვა მეგობართან, ისე რა ადამიანური ენით ვიძახი ხარ რა, რაცაც ყველა ისედაც ვაკეთებთ და ვლაპარაკობთ ხოლმე. ტაქსის გამოძახებაც და ეხა პიცის შეკვეთაც, ხო? თუ აქედან იწყება თუ პირიქით მოდის? აქედან საიდან? ანუ გადახდის საშუალება რო იყო ამან უბიძგა რო იქით ამ ხარე უფრო მჩქარა განვითარებულიყო თუ იქით ამ უბიძგა რო ხო, კაი შეკითხვა. მე მგონია რომ აქედან იწყება. ანუ გულისხმობ რომ ხელმის რო არსებობდა ეგ პონტი რო ვაფშე შეგილია შენ ბარათი მიაბა რაღაცას და შეგიძლია ტაქსი გამოიძახო ისე რომ ქეში არ გადაიხადო. ან შეუკვეთო პიცა მაგალითად. იმიტომ რომ ეს სერვისები არსებობდა ადრეც. თუ სწორად მახსოვს, დომინოს პიცა იყო, რომელსაც არა, დომინოს პიცა იყო, რომელიც
საქართველოში არა, ამერიკაში. ხო, მაგაზე. იმაზე რომ პიცის გარდა სერვისი იყო, რომ შეგეძლო რაღაცები გზად წამომიღე სიგარეტი და იცი რა. ოკეი, გავიგე. ყავა გამომიყოლე და იქ შეიარე ერთი ის რა ქვია, ხო. შეიძლება, ანუ ხო ეგეთ სერვისია რა ჩვეულებრივია. ეს არ ვითარდებოდა და მე უცბად ამ საგადახდო სისტემამ ისე გაამარტივა ეს ყველაფერი, რომ რაღაცა იბუდგა, ბიზნესი გაჩა. ხო, რა თქმა უნდა smartphone-ებმაც, მაგრამ ხო და ეხლა რას ფიქრობ, იცი, აი ფინანსური სერვისების გაციფრულებაზე რა ვლაპარაკობთ. ნუ კაი, სესხი გავიგე, დღეს არავის არ უკვირს ეგ რა. კლიენტი გავხდი ბანკის რომელიღაცის, ეგეც აღარავის აღარ უყვირს. ბარათი დავითრიე. კიდე რა, განმოგირიცხე ფული. ერთი რაც მაწუხებს მე, ეხა არ ვიცი, განხილვისაგანი უნდა იყოს თუ არა, მაგრამ როგორც მომხმარებელს, რომ შენ რო X ბანკი ხარ და მე რო Y ბანკი ვარ და ცოტა რო წვალება მიწევს, რომ შენთან ფული მოვახედრო იმ წამს. კაი, IPS-ზე და 24 საათიან RTGS-ზე. ეხლა ისე. ხო, RTGS-ი არ თქვა. ცოტა ჭკვიანური ფრაზებიც თქვა ხოლმე, რომ მაინც და მაინც ისეთი ისე. ხო, ეგ ნაწილია. ამაზე ვილაპარაკოთ, მე მგონი, ხო. Instant payment-ი, ანუ instant payment-ი. მომენტალური გადარიცხვები და გადარიცხვის 24 საათიან რეჟიმში მიღება. დღეს უკვე არსებობს ეს სერვისები. ოკეი. რამდენიმე მიმართულებით არსებობს. ბანკებმა გაუშვეს, ცალკეულმა ბანკებმა გაუშვეს, რამდენიმე ბანკი არის ჩართული. როგორც ვიცი, საგადახდო სისტემამაც ჩაუშვა, რომელიც ასევე არის და ანუ ამ მიმართულებით კომერციული მიმართულებითაც მიდის, ანუ როგორც ბიზნესი, ესე ვთქვათ, ეს instant payment-ები მიდის უკვე და მუშავდება. და მეორე მხარეს არის, რომ ეროვნული ბანკიც ამუშავებს. აქ მე მგონი ვახსენოთ ევროპის ერთიანი საგადახდო სისტემა, SEPA. ხო, SEPA, რომელმა მაგრამ ევასებ. ხო, არა მართლა რაღაც მომიწია ევროპულ ბანკებს შორის რაღაცების გადარიცხვა და პირღია დავრჩი რომ ჩეხეთიდან გერმანიაში ფული მოხდა უცებ. ხო, ანუ რა არის SEPA? ევროს ერთიანი გადახდის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს წუთიერად, წამიერად თანხის გადარიცხვას. ანუ ერთიანი სისტემა არის, საქართველოს აქვს განაცხადი გაკეთებული. ჩემი ოცნებაა ეგ რომ მოხდება, დიდ სუფრას გავშლი რა. მე მგონია რომ არ არის შორს ეგ ნაწილით და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩავერთვებით. უბრალოდ, ანუ რო ავხსნათ რა, დღეს უკვე არსებობს ირიბად SEPA-ს გამოყენების მექანიზმები, სხვადასხვა ბანკი თავაზობს უკვე მომხმარებელს, ხო, და ანუ ეს რო Google-ში ან AI-ში რო ჩაწერო, გეტყვის რომელ ბანკებს აქვთ ეს სერვისი. რაც ნიშნავს, რომ ევროში შეგიძლია ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ანგარიშზე მოახვედრო თანხა ძალიან ჩქარა. დღეს უკვე, ხო, ოღონდ მან უნდა ასრულებდე რამდენიმე წინაპირობას. KYC, AML, compliance, KFC. ხო. ეხლა მოვინიშნე instant payment-ების ნაწილი, რომელიც ასევე მგონია, რომ უნდა გავიაროთ ცალკე, რა არის, როგორ არის ეს გადარიცხვების სისტემა. აქვე მივაყოლებდი მე ღია ბანკინგს, ანუ ღია ბანკინგი. ღია ბანკინგი. რამდენად ხელს შეუწყობს ამის განვითარებას და ღია ბანკინგის განვითარებას რამდენად ხელს შეუწყობს ეს ყველაფერი და უკან KYC, AML compliance-იც მგონია, რომ ერთი ცალკე შენ ახლა ჩამოწერე ერთი თვის სალაპარაკო. იცი რა არის? მე მგონია, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე არ დავამთავრებთ ამ პოდკასტებს რა და განგრძობითი მდგრადი იქნება ეს ყველაფერი და ეგ დამოკიდებულია რამდენად საინტერესოდ საუბრობ. ხო, და რამდენად ბევრი ადამიანი დაალაიქებს მაგას. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, კი. ეხლა აქვე რო წავყვეთ რა, უკან რა ხდება ამ ოპერაციების ბექში რა ხდება, ეგ რო ვთქვათ, მე მგონი ვთქვათ. ოღონდ ისე მარტივად. ხო. რა უდგას უკან? შავი მაგია ალბათ. ჯადოქრო მერლინი არის, რომელიც მართავს ამას ყველაფერს. გენდალფი და მერლინი არიან. არ ვიცი რა უდგას, აბა მითხარი.
პირველი ალბათ IT ინფრასტრუქტურა. IT ინფრასტრუქტურა უდიდესი კი, მანქანები, ტექნიკა რა. IT ინფრასტრუქტურას მოყვება კონკრეტული პროგრამისტები, IT ადამიანები, რომლებიც სპეციალისტები, რომლებიც ამას აცოცხლებენ. ერთი ნაწილი არის, რომელიც უყურებს hardს და მეორე ნაწილი არის ინფრასტრუქტურას და მეორე არის, რომელიც წერენ ზუსტად ამ პროგრამებს, რომლებიც გამოყენებადი ხდება მომხმარებლისთვის. და სადღაც 10-15 წლის წინ შევედით ფაზაში, როდესაც ლიცენზირებული პროგრამების გაკეთება და გამოყენება გახდა მაგამდე ის იყო რომ მე მახსოვს ტორენტები არ მახსოვს რომ დაახლოებით რაღაცა პერიოდი არ მახსოვს ზუსტად წელიწადი, მაგრამ რო ვთქვით რომ სახელმწიფომ ლიცენზირებული Windows-ის გამოყენება დაიწყო. აი რაღაცა ესეთი პერიოდიც კი მახსოვს ქალაქში ხო რო და ანუ მაგამდე რაღაც არალიცენზირებული სრულად არალიცენზირებული ნაწილი იყო. ანუ მე გულწრფელად ლიცენზიები რა ჯდება უბრალოდ მაგაზე მე რაღაცა ის იყო რომ ტვინში გვიჭერდა ეს ნაწილი რომ ანუ ჯერ ლიცენზირებული უნდა გამოგეყნებინან მე რა ჯდებოდა რა. მე დღეს სახშიც აღარ ვაყენებ არალიცენზირებულ პროდუქტებს. მან კიბერუსაფრთხოებაზე გადავალთ აუცილებლად. და არა მარტო, მაგრამ ნუ ხო ზოგადად რა. მართლა გეუბნები, ჩემ კომპანიაში დღეს არც ერთ თანამშრომელს, არც ერთ კომპიუტერზე, არც ერთი არალიცენზირებული პროდუქტი არ უყენებ. კი, და ნუ მე გადავედით რომ არალიცენზირებულით. აი, შენი გადმოგედა ხო? წინიდან მე გადმოვედი. ხო. პირველი ნაწილი არის ის, რომ არალიცენზირებული გამოყენება რამდენად დიდი საფრთხეა და მაგაზე ცალკე პოდკასტში არ დღესვე ვილაპარაკოთ და მეორე ნაწილი არის რომ დღეს cloud-ში გადავიდა ბევრი სერვისი რა და software as a service ხო და ანუ ღრუბელში გადავიდა ხო მაგრამ გაიაფა ბევრი რაღაცა გაიაფა მაგრამ მეორე ნაწილი არის რომ არალიცენზირებული შეიძლება წვდომა არ გქონდეს რაღაც სერვისებს კი ბატონო ანუ არალიცენზირებული შენი მოწყობილობა თუ არალიცენზირებულია დაჰაკულია შეიძლება რაღაცა სერვისებზე წვდომა არ გქონდეს რა არ შეგიშვას ვერ გამოიყენო ესა თუ ის რა ანუ ეს იმისი პასუხი არის რომ სახშიც დავიწყე ლიცენზირებულის გამოყენება ანუ ჯერ კიდე არსებობენ ადამიანები რომლებსაც არ აქვს ლიცენზირებული არა ხო ეხლა რავი Photoshop-ს თუ იყენებ ან Adobe-ს რაღაც პროდუქტებს მაგრამ ალტერნატივებია რა კი მაგრამ ანუ ალტერნატივები არის რომლებიც მარტივ გადაწყვეტებს გაძლევს ეხლა მაინც და მაინც არჩიკატში რო არ ხაზო რაღაცები ხო ნუ ის არის გააჩნია რა მოთხოვნები გაქვს მაგრამ ზოგადად ვიცახი რა ნუ ლიცენზირებული პროდუქტების გამოყენება გაციფრულების გზაზე და მე გაქლაუდების გზაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. რავი, Spotify ხო გაქვს? ხო ვიხდი ფულს. კი, მაგრამ უფასო Spotify-ც არის. კი, მაგრამ ნუ ვერ ახვევდა, ვერ შთავდა რეკლამებია და უბედურება. YouTube-ი. ხო, ნუ YouTube-ით იგივეა, რა ვიცი. ანუ მარტივად რო ვთქვა, გაციფრულების გზაზე და წერა რაც საინტერესო რაღაც ამბობდი რა და მაგაზე გავაგრძელოთ უბრალოდ რომ გრძელი, დიდი და საკმაოდ კომპლექსური ამბავი არის, აი მანქანებზე ილაპარაკი, ანუ IT ინფრასტრუქტურაზე ილაპარაკი, სერვერებზე, მოწყობილობებზე, connectivity-თან შეერთებაზე ამ ყველაფრის, ადამიანებზე, ვინც ამ ყველაფერს უulis პატრონობს, რომ ღამე რომ mobile bank-ში შედიხარ და პიცას რო იძახებ, წეღარა кейსიც მოყევი ეგ თავისით არ ხდება, ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა უდგას უკან. მე კიდე რა მოყვება ამ ყველაფერს, ანუ ეს IT ინფრასტრუქტურა, ეს საკმაოდ დიდი დანახარჯები, ადამიანები, connectivity, ანუ ინტერნეტი. ოღონდ გამოყენებაში ამცირებს ხარჯებს. ოღონდ საბოლოო ჯამში დიდ მასშტაბში ამცირებს ხარჯებს. კი. ყოველდღიურ ტრანზაქციებში თვითონ ფიზიკური ტრანზაქცია და დისტანციური ტრანზაქცია, დისტანციური ანუ digital ტრანზაქცია ბევრად უფრო იაფიჯდება, მაგრამ ინფრასტრუქტურა იმდენად ძვირიშდება და იმ ინფრასტრუქტურის განახლება იმდენად ძვირიშდება, რომ აქეთ თუ დიდი მოცულობა არ არის გამოყენების, ანუ თუ მხოლოდ 10 ადამიანი იყენებს ამ გაციფრულებას, აზრი არა აქვს, იმიტომ რომ ამ ინფრასტრუქტურაში პირველადი ინვესტიცია იმდენად დიდი არის, რომ ფიზიკურად ვერ იქნება. ანუ ამოცანა არის, რომ მილიონმა ადამიანმა გამოიყენოს. კი. და მაშინ ერთი ჯდება ცოტა. საქართველოში უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ
საბანკო ტრანზაქციების 98%-ზე მეტი მიდის ციფრულად. და 70%-ზე მეტი მიდის ინტერნეტ ან მობაილ ბანკით. ანუ ეს სერიოზული წინსვლა გვაქვს რა და ამ თვალსაზრისით მგონია რომ ხო და ნუ აქეთ მაგიტო წავიდა რა ბანკებიც კი ამბობენ უკვე ანუ კონკრეტული ბანკები რომ ჩვენ ტექნოლოგიური კომპანიები ვართ და არა ფინანსური ორგანიზაცია. აქ უნდა ვახსენოთ რომ ცალკე ლიცენზია გაჩნდა, ხო? ანუ ციფრული ბანკის ლიცენზია გვაქვს, რომელიც რას ნიშნავს? ესე უხეშად რო ვთქვა, ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება გახსნა ბანკი ისე რომ ფილიალი ჰქონდეს, როგორც ანუ ეს გვაქვს სამი ციფრული ბანკის ლიცენზია არის ქვეყანაში. ხო, ორი უცხო მესამე არ მახსენდება ახლა რომელია, მაგრამ ნუ Paystera, Payvit და Hashbank ეს ახალი ლიცენზიები არის ხო, რომლებიც ხო ერთი გამოჩა. კი, ხო, ანუ ახალი ლიცენზიები არის, რომლებიც, ნუ ესეთი არის. სულ 19 ბანკი გვაქვს ქვეყანაში, აქედან 3 ციფრული ბანკი არის და 2 მიკრობანკი არის. ოკეი. ორივე ვიცი. ხო. არა, კი ბატონო. ბანკები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ კიდევაც, მე მგონი ამაზეც, აი ესეც მაგარი არის რა. ბანკების ზომის მიხედვით და მათი შედეგების მიხედვით შეგვიძლია რომ სრულად გავიაროთ რა. ესეც. კაი, ბანკების ეხლა ნახე. ეს გაციფრულების ისტორია და ის მართალია რომ გაციფრულება სჭირდება მასშტაბი, ან ბევრმა ადამიანმა უნდა მოიხმაროს რა, რომ ჩვენ კომფორტულად გვიყენებთ ამას. მე რაღაცები ხო მოიტანა მაგან. სადღაცამდე ხო ანუ რაღაც ეფექტი ხო ქონდა. ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ სულ დადებით ეფექტზე, ხო? ანუ ეფექტურია, სწრაფია, კომფორტულია, ასწორებს, ღამე წამოგორებული ხარ, პიცას უკვეთავ, კაი, ფაინ. მაგრამ რისკებიც ხო მოიტანა მაგან. მე ვიტყოდი რომ რისკები კი არ მოიტანა. ფიზიკური რისკები გადაიტანა ვირტუალურ სამყაროში. იმიტომ რომ ფიზიკურში ხო რაღაცა ინტუიტიური შეგრძნებები ხო გვაქვს, ხო კარების საკეტის გარეშე ხო არ გინახავს სახლის კარების საკეტის გარეშე, ხო? ხო, სადღაც ალბათ არსებობს, მაგრამ არ მინახავს. სადღაც არსებობს, ხო, მაგრამ ანუ თვითონ შინაარსობრივად ეხლა კარს რო ეუნები ადამიანს, პირველი წარმოუდგება რომ საკეტი აქვს იმ კარს რა, ხო, ანუ სახლის შიგნით თუ არ არის შიდა კარი თუ არ არის, კარები წარმოგვიდგენია საკეტით, ხო? ანუ რაღაცა ინტუიტიური არის და იმითი რა ქვია, ჩემოდნით არ დადიხარ ფულით, ხო? ხო, ანუ ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს და ჩვენი ტვინი ავტომატურად ხარშავს, ესე ვთქვათ, ფიქრობს იმაზე. ხო, არა, ეხლა რო არ დაგვაქვს ამაზე არ არის საუბარი, არ წარმოგიდგებოდა რომ იქ ინტუიტიური შეგრძნება გვაქვს, რა საფრთხეების წინაშე ვდგევართ. ეს საფრთხეები, ამ საფრთხეებმა, ანუ თაღლითობამ, ფიზიკურმა თაღლითობამ გადაინაცვლა ვირტუალურ სივრცეში, ანუ კიბერ საიბერ თაღლითები გახდნენ და იქ ინტუიტიური შეგრძნება ჯერჯერობით არ გვაქვს. ერთი არის რომ ძალიან ვირტუალურია ეს ყველაფერი და ცოტა რთულია ხოლმე აღსაქმელად, მაგრამ მეორე ნაწილი არის რომ იქ ჯერ ისიც ახალია, თვითონ პროცესიც ახალი არის და ეხლა თაღლითებიც ეხლა ეჩვევიან ამას ყველაფერს როგორ და რანაირად უნდა ვაკეთოთ რა. ის ვიდეოები გაქვს ნახე სკამერებს რო კამერებს ურთავენ და პირდაპირ YouTube-ზე და ხალისად ხომ. კიბერ საფრთხეებზე ვისაუბროთ. ყველაზე გავრცელებული კიბერ საფრთხე რა არის? კიბერ ისე მე ვარ ნიგერიელი პრინცი. მე ვარ ნიგერიელი პრინცი და მჭირდება $100,000 მეილი. ეგერი ერთ-ერთი ყველაზე გადმოგირიცხო. ხო, გადმოგირიცხი $1,000 და მე დაგიბრუნებ $1,000,000. ეხლა ვარ ციხეში და ეგ არის ყველაშორის ერთ-ერთი ყველაზე პირველი ფროდი კიბერსაფრთხე, როცა ტიპებს მეილებს უგზავნიდნენ მასიურად, ეგ ძველია რა, ბევრი წლის წინანდელია და შეიძლება ყველას მიუღია ეგეთ მეილი, როცა ვიღაცა წერს, რომ მე ვარ ერთ პრინცი, რომელიც ვარ ციხეში და $1,000 ჩამირიცხე და მე $1,000,000 დაგიბრუნებ რა. და ეგ მაიმუნობა ყველა მიცის. თუმცა დღეს ეხლა საერთოდ სხვა ლეველზე ავიდა ეს ყველაფერი რა. გარდა იმისა, რომ საიტი, ანუ
ბარათის მონაცემები რო შეკყავს, კარგად უნდა დააკვირდეს, სად შეკყავს მონაცემები. ხო, და უსაფრთხო სივრცეში შეკყავს თუ არ შეკყავს და ანუ აი დიდი ისტორია. ხო, ეგეთი ნაწილი არის. მეორე არის რომ ტიპები ძალიან აქტიურად ცდილობენ და მოდის სხვადასხვა ლეველის კიბერსაფრთხეები არის რა. მონაცემების მოპარვა ერთი შენი პირადი მონაცემების მოპარვა და მეორე სადღაც გამოყენება. მეორე არის ის მონაცემების მოპარვაზეც ვილაპარაკოთ რა, ანუ ხო, რა თქმა უნდა, ანუ ერთი ეგ არის. მე მგონია რომ კიბერუსაფრთხოებაზე ცალკე პოდკასტი უნდა გავაკეთოთ. ყველაფერზე გავაკეთოთ. ოღონდ ეხა რომ მოვიცვათ რა საფრთხეები არსებობს, ფიშინგზე ვლაპარაკობთ ეხა, ხო? რეალურად. ხო, არა, ბევრი თემებია, მაგას ვამბობ. ფიშინგი ერთი თემა არის, რომ როცა ტიპები მოგაკითხავენ და რაღაცას პაროლს მოგპარავენ, ბარათის მონაცემებს აგართმევენ. პირად ინფორმაციას მოგპარავენ, მე ამ პირად ინფორმაციით მეორე გამოიყენებს იმას, რომ ბარათის ინფორმაცია წაიღოს, მე AI-ს უკვე აღარ აქვს შეცდომები ქართულად თარგმანშიც და ისეთი ტექსტები მოგდის, რომ ჩქარა ეხლა უცბად შედი და გადააყენე შენი პასვორდი პირველი Facebook-ზე მე გადავა და იმაზე რა ქვია მობაილ ბანკზე და უცბად ჩქარა გააკეთე ეს ყველაფერი და უცბად აღმოჩნდები მახეში რა. კი ბატონო. მან ხო და ანუ ან რა გათამაშებაში ხა ვალო მოიგე მობილური ტელეფონი, თორე აი ეხლა ვურწამში თუ არ შეიყვანე ისე ხო, ანუ საბოლოო ჯამში ეგ არის რა, რომ ეგ ერთ-ერთი მიმართულება არის ეგ, რომ ნიგერიელი პრინცი რო ვახსენეთ წეგა, რომ მოგდის რაღაც რომელიღაც არხში რაღაც მესიჯი და კარგად უნდა დააკვირდე, რას გთხოვს და სად გთხოვს და რატო გთხოვს რა. მეილი ერთ-ერთი არის, კიდე ერთი ცნობილი. ან ვიღაცა ჩქარა თუ რაღაცას გთხოვს, პირველი შეიტანეთ ეჭვი. კი ბატონო, ერთი ცნობილ ამბავს შეიძლება რაც შენ გადაგხდენია კი და გაგებული გექნება, ამ ბოლო დროს პოპულარული არის, რომ ონლაინ მარკეტპლეისზე თუ დადებ რამეს გასაყიდად, ეგრევე მოგდის WhatsApp-ში გიკავშირდება ვიღაცა, გასაქირავებლად უძრავი ქონების, მათ შორის და გეუნება რომ გიხდი რასაც ვთხოვ, ეგრევე აი აქ ჩაწერე შენი ბარათის მონაცემი და პირდაპირ გირიცხავ. ეგრევე ჩაგერიცხება $1000 ან 1000 ლარი. იმდენად მასიურია ეგ, რომ აი ჩემ გარშემო ბევრი ადამიანისგან გაგებული, რომ რაღაც არ ვიცი, მაი მარკეტზე რომ დადო მაგიდა გასაყიდად, ტიპს მიუვიდა მესიჯი, ეგრევე მე მგონია რომ ავტომატიზირებული აქვს ტიპებს რა, რაღაც კროულერი აქვს დაწერილი და ყველა ახალ განცხადებას ნომერს იღებენ და პირდაპირ მესიჯს უგზავნიან. ანუ ადამიანი კი არ ზის და რაღაც აკეთებს, მასიურად შვებიან ამას. მათ შორის მანქანის გაყიდვასაც. მაგისი ალტერნატივა იყო კიდევ ჩქარი გადარიცხვების ვებგვერდს გიგდებდა, აი გადმოგირიცხე ეს ყველაფერი და ეხლა რომ მიიღო აი ამ ვებგვერდზე შედი და თან ისეთი ცნობილი სახელები იყო გამოყენებული, რომელსაც რო შედიოდი ვიზუალი იგივე იყო და მე გეუბნები და ეხლა ბარათი შეიყვანე, ეხლა SMS-ი მოგივა და არ ნახე და რაღაცა ესეთი. ეხლა მან მინდა ვთქვა რომ ანუ რეალურად საფინანსო ინსტიტუტები ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები მაქსიმალურად ცდილობენ რომ დაიცვან თავისი მომხმარებელი ამ კიბერსაფრთხეებიდან. მაგრამ საგადახდო სისტემა Visa, Mastercard და ყველა ცდილობს ხო, ну აი 3D security და SMS-ი მოგივიდა და ხო მე ის რა ქვია ბიომეტრია უნდა ჩადო თითიან სახე უნდა აჩვენო და რაღაცეები, მაგრამ ყველა ეს უსაფრთხოების ზომა პირველი ართულებს პროცესს, აგრძელებს, ახანგრძლივებს პროცესს და ну ეხლა ტექნიკაც მოყვება ესე ვთქვათ რა, აი 5G რო ვახსენეთ და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ართულებს პროცესს რა, ან ცხოვრებას გირთულებს და მეორე ნაწილი აქვს ამას ყველაფერს რა, ყველაფერში ვერ დაგიცავს რა. თუ ნიგერიელ პრინცს $1000 ნებაყოფლობითად გადაურიცხავ, ან მიაწვდი პირად ნომერს, პირად იმას რა ქვია ბარათის ნომერს, მე SMS უკარნახებ, მე password-ს გამოაცვლევინებ შენ მობაილ ბანკში, ამის მერე ფიზიკურად აღქმაც კი რთული არის. მანდაც არის risk management-ი, ანუ ბარათი თუ სხვადასხვა ქვეყანაში გატარდება, ხშირად ყოფილა რომ ბანკიდან გირეკავენ, რომ ის რა ქვია, ავტომატურად ბლოკავენ. კი, ან იბლოკება, ან დაგირეკავენ და ხო ნამდვილად შენიყავი რა, ეს ადამიანი, ვინც გამოიყენა ეს ბარათი სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად, მაგრამ ეს რისი თქმა მინდა,
მომხმარებელმაც უნდა ისწავლოს ხო და თან კარების მოდელი კაი იყო რა, ანუ სახლი არავინ არ შენებს სახლს, რომელსაც არ უკეთებს კარებს და საკეთს არ აყენებს და რო გადიხარ სახლიდან ღიას არ ტოვებს ამ სახლს. სადაც ფული გიდევს მაგიდაზე. იმიტომ რომ არის რისკი რომ ვიღაცამ გამოიარო და სულ არ კონდეს გეგმათ იმ რაღაც მოპარვა და მაინც აიღოს ის ფული რა. და აქ ფიზიკურ საფრთხეებთან მიმართებაში თუ ლოკალიზებულად ვლაპარაკობთ რაღაც ლოკაციაზე, ვირტუალურ სივრცეში ერთ სივრცეში ვართ, რა ვინც ინტერნეტში შესული არის, ყველა შეუძლია ერთმანეთთან წდომა. თან კი ბატონო. ერთად ვარ. ანუ რო წარმოვიდგინოთ ერთ ოთახში ვართ ყველანი რა. ანუ ვინც ინტერნეტში არის შესული, პრაქტიკულად ყველას კომუნიკაცია არის მომენტალურად. რეკომენდაციას გაძლევს ხოლმე ავტომატურად ბანკი, რომ რაღაც დიდი ხანია არ შეგიცვლია პაროლი. კი. და ანუ რაშვებიან ძირითადად ტიპები, აი ეგრევე skip და ერთი და იგივე პაროლი უყენია 7 წელია რა. რთული და მარტივი პაროლები ვთქვათ კიდევ რა. ხო, ნუ და პასვორდ მენეჯერებიც ვახსენოთ მაშინ, იმიტომ რომ ხო, რთული პაროლები უნდა დააყენო რა. და ორმაგი ვერიფიკაცია უნდა ჩავთვალოთ მათ შორის სოციალურ ქსელებზე რა. მან ან SMS-ი მეილით აკეთებს ვერიფიკაციას, ან კიდევ შეგიძლია აუთენტიფიკატორები დააყენო, რომელიც მოგცემს აი. ხო, ანუ ამ თაღლითობების და cyber security-ის თემაზე მე მგონია რომ ბანკები გიცავენ და Visa და Mastercard-ი გიცავს და ამავდროულად. ანუ ადამიანებმა ვინც ფინანსურ სერვისებს მოიხმარს, მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს ცალსახად. რაც არის ელემენტარული, ესე ვთქვათ, კიბერჰიგიენა. და ეს კიბერჰიგიენა არის, მაგალითად, პაროლი შეცვალე, 3 თვეში ერთხელ თუ არ წლი, 6 თვეში ერთხელ მაინც შეცვალე. არ იყოს პაროლი 1-დან 8-მდე. ანუ 8-დან 1-მდე. დააყენე რაღაც დიდი ასო, პატარა ასო, რაც შეეცადე ცოტა გაართულა, იმიტომ რომ თითოეული აი ეგ capital letter-ი ჩაწერა. შენი სახელი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მაგრამ თუნდაც ეს ასოს ზომის შეცვლა, ან ციფრების დამატება, ან ქვედახაზის დაწერა ბევრად ართულებს იმ მამაძაღლი ადამიანისთვის, ვისაც უნდა შენი მოპარვა, შენი პაროლის მოპარვა, გაართულებს საქმეს რა. მან დრო ავხსნათ უბრალოდ რატო ართულებს რა. თუ მხოლოდ პატარა ასოებს გამოიყენებ და ალფავიტიდან გამოიყენებ, ამას აქვს რაოდენობა, ხო? ანუ სტატისტიკურად რამდენი ვერსია შეიძლება იყოს? რამდენ წლში გაარტყოს? ხო, რამდენ წლში შეუძლია რომ A-დან Z-მდე ყველა მაგალითი გამოიყენოს რა. თუ თვლადია, ხო? ანუ ჰეროელად თუ ამოვარდა 5 ცალი თუ არის. რიცხვებზე უფრო მარტივი არის, უფრო ცოტა არის. დღეს უკვე იძლევა პროცესორები იმის საშუალებას, რომ ეს გაატაროს და მაქსიმუმ 15 წუთში ციფრები გაარტყას და ასოების ნაწილი გაარტყას 9 საათში. თუ ციფრებს და ასოებს გამოიყენებ და მე კიდე დიდს და პატარას გამოიყენებ, ეს 100 მაგებს და 10 მაგებს 10 მაგებს კი არა, მან სტატისტიკურად პროგრესიით იზრდება რაოდენობა, ხო, 1000 მაგებს რაოდენობას რამდენიც უნდა ითვალოს და გადავდივართ უკვე რომ შეიძლება 6 საათი დაჭირდეს, მე სიმბოლოებს თუ გამოიყენებ, კიდევ უფრო ზრდის ამ საშუალებას და თითქმის შეუძლებელს ხდის. კი. მე მაგალითად ეხა არ ვიცი შენ რამდენად იყენებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ იყენებ, გადავედი password manager-ების ეპოქაში, სადაც ძალიან რთული password-ები, ძალიან სანდო ადგილას მაქვს შენახული რა. მე მაგას ვერიდები ხოლმე. ხო, მე ვიცი რომ მაგასაც გარკვეული რისკები შეიცავს ეგეც, მაგრამ დიდი ხნის კვლევაძიების მერე მივედი აქამდე. მართლა გეუბნები. ხო, მე ვცვლი ხოლმე password-ებს, მე ესეთი მექანიზმი მაქვს რა, ანუ ვცვლი ხოლმე ერთი password-ის დამახსოვრება შემდეგი 6 თვის განმავლობაში უფრო მარტივი არის, მაგრამ ყველა ადგილას, სადაც ვიყენებ ამ password-ს, ბოლოს აბრევიატურას ვამატებ ხოლმე რა, მაგალითად თუ Facebook-ი არის ერთი და იგივე password-ი მაქვს პრაქტიკულად ყველგან, მაგრამ ჰა? თლაც შენი password-ების ლოგიკა არ მოყვეთქო ახლა. არა, ბოლოში ვამატებ Facebook-ი, მე თუ ბანკის არის, ამ ბანკის აბრევიატურას, როგორც IBAN ანგარიში არის ხოლმე, ისე ვამატებ ხოლმე ამ აბრევიატურას და ანუ ერთი და იგივე password-ი არის, რომელიც ხო, ანუ
ბოლოში ვამატებ ხოლმე ამას და ყველგან პრაქტიკულად სხვადასხვა ფასვორდი მაქვს. კი ბატონო. გამყენებ. ყველა იყენებს სხვადასხვა რაღაცას რა. ანუ ყველა იყენებს ხოლმე თავისი მექანიზმი აქვს, შლიან რაღაცა სახელებს. ხო, ანუ იმის თქმა მინდა რომ მე password manager-ს ვიყენებ, შენ რაღაც ლოგიკა გაქვს, ალგორითმი, ვიღაც რაღაცა, მაგრამ ძალიან ცუდი არის ერთიდან 8-მდე password-ის ქონა ინტერნეტ ბანკზე რა. ანუ არა password-ის ქონა password-ის ქონა password-და და არავის არ ეხა ხო ეგ შეზღუდვები. ლავ იყო ადრე ყველაზე გავრცელებული რა ქვია. და admin. ეხა იმ ეტაპზე ხო გადავედით რომ ბანკები თვითონ გეუნებიან, არა ბანკი კი არა, ყველა რა საერთოდ რომ ლავს რო დააყენებ parole-ს, არ დაგაყენებინებს. ხო, აღარ არა. შეიძლება ჩამოვიდეს Facebook-იდან. ანუ ავედით ეხა მივედით მაგ ეტაპზე რომ იქიდან ხრიდან კომპანიები ცდილობენ რომ ამ ეგრეთ წოდებულ password-ებს იმას არა ხალხს მიცდილობს შენ სისტემაში შემოღწევას რაღაცა ხელი შეუშალონ, იმიტომ რომ ადამიანებს უყურებენ და ადამიანები მხოლოდ ორგანიზებულად არ იქცევიან ხშირ შემთხვევაში. მანდაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეხლა რო თქვით რომ ჩქარა გამოცვალე password-ი. ზოგიერთი მართლა სწორი მესიჯი მოგდის ხოლმე და იმეილი მოგდის ხოლმე, როდესაც გეუბნებიან რომ შენ აკაუნტში აპირებდნენ შეღწევას. ოღონდ ის არ გეუბნება რომ ეხავე შევარდი და გამოცვალე password-ი რა, ის გეუბნება რომ შენ იყავი თუ არა გეკითხება. მერე კიდე რაღაცა არის, ანუ არსებობს რა რაღაცა მექანიზმები, რომლითაც შეგიძლია შეამოწმო. ან იმეილი რომ მოგდის, მარტო სახელს არ უნდა მეაქციო ყურადღება, უნდა ჩამოშალო და იმეილის მისამართი ნახო რა და იქ თუ იმიდან რა ქვია Yahoo-დან წერენ რომ Google-ში უნდა გამოცვალო password-ი, იმ წამსვე უნდა შეაჩერო ან რაღაცა სახელები რო არის. მე ის იმედი მაქვს, იცი, რომ AI-ის ეპოქაში რაღაც ისეთი ინსტრუმენტები წამოგვეწევა, რომელიც და წამოგვეწია კიდევაც რა რეალურად ერთ წეღარას თქვი რომ თუ სწრაფად ხდება შენი ბარათი, დღეს თუ ავსტრალიაში ხარ და 1 საათში მე უცებ ნიუ-იორკში ადებს ვიღაც შენ ბარათს, რაღაც საეჭოა რა და მაგას ავტომატური ბლოკი შეიძლება მოყოს, ანუ ეგ მაგას AI არ ჭირდება, პრიმიტიულია შედარებით, მაგრამ მაგზაზე მიმავალი რაღაცა არის რომ სამყაროში AI გვიხსნის? ხო, ანუ უფრო მეტად დაეხმარება ჩვეულებრივ რიგით კლიენტებს, მომხმარებლებს. ხო ხდები რასაც ვამბობ, რომ აი ეს პრობლემა გადაჭრას, ანუ რაღაცა შენი გარდიანი გეყოლება, რომელიც დაგეხმარება ამ დიჯიტალ სამყაროში, ციფრულ სამყაროში, რომ ეგეთი კომპონენტები სგან გიხსნას, როგორიც არის, რომ უცებ მოგდის მეილი, რომ ვიღაცა შენი Instagram-ის აკაუნტის გატეხვას ცდილობდა და დააჭირე ხა ამას, რომ რაღაცა. და შენ არც უყურებ ხო საიდან მოგდის, ლოგო ყველაფერი თავის ადგილზეა და შედიხარ და ერთი იდეა მომივიდა AI-ის რამდენად უნდა ვკითხოთ ხოლმე ამ კიბერსაფრთხეებთან დაკავშირებით. ხო, მე პირდაპირ ვებგვერდებს ვუგდებ ხოლმე და აი მას რა ქვია e-commerce როცა ანუ ინტერნეტ მაღაზიებზე მე ვეკითხები ხოლმე. და მეილებზეც მართლა გეუბნე რაღაც მეილები მომდის რომელიც იმდენად კარგად არის ორგანიზებული, იმიტომ მე მგონი იქიდანაც AI-ს იყენებენ. AI-ს იყენებენ და ანუ ყველაფერიც ხო ისწავლა ყველაფერი იდეალურად არის რა. აღარ მოსვით. და ან ბიზნეს შეთავაზება, სადღაც მოპატიჟება, რაღაცის გაკეთება და უნდა გაიაზრო ეს მიხვდი რას კი დილით საჭერმა რაღაც არ გინდა რომ გამაზო, არ გინდა რომ რაღაცა კაი, მე მგონი ვუგდებ და კიბერსაფრთხეებით რო არ დავამთავროთ, რაღაცას ვიტყვი. ერთი რომ კომპანიებში ეს საფრთხეები მე კიდე უფრო მაღლა იზრდება და კომპანიების ყველაზე გავრცელებული ინვოისები რომ მოდიოდა ხოლმე ამ ანგარიშზე კი არა, სხვა ანგარიშზე ჩამირიცხეთ ანხა, უცბად რო გაცვლევინებ და რაღაცას და ანუ რაღაც ტვირთი მოგაქ უცხოეთიდან უცბად ვიღაცა გიგზავნს რო ანგარიში და უცბად საბღათ იმაში რა ქვია, ხო რაღაცაში პანამაში გადარიცხავდი რაღაცა თანხას და აბსოლუტურად სხვა ანგარიშზე. და მეორე გაციფრულების ნაწილთან დაკავშირებით მხოლოდ საფრთხეებზე რო არ ვისაუბროთ, ალბათ მნიშვნელოვანი არის რომ ვთქვათ, რომ გაციფრულება დღეს იმდენად ყოველდღიური ცხოვრების წესი გახდა, რომ ამას უკან გზა აღარ აქვს რა. და უბრალოდ კიბერ ჰიგიენას უნდა მივეჩვიოთ რა მომხმარებლებით მაშინ გამოქვაბულში. კი, მე მგონი კიბერსაფრთხეებთან დაკავშირებით უნდა ვთქვათ, რომ აქეთ ამხარეს სრულფასოვნად და მაქსიმალურად მიდის ამაზე მუშაობა, რომ დაიცვას მომხმარებელი და მომხმარებლებსაც უნდა უთხრათ, მე მგონი გავაგრძელოთ 4 მაგის პროცესს.
ეხი კიდე გინდა რომ ისაუბრო, ხო? ბევრი გინდა რომ ისაუბრო კიდე იმაზე. გაციფრულება დღეს არის უმაღლეს დონეზე, რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროდუქტების ჭრილში გაციფრულებული პროდუქტებზე შეგვიძლია რომ ძალიან ბევრი ვისაუბროთ და ამაზე მე მგონი ცალკეც უნდა ვისაუბროთ და კიდევ რამდენი რამე ვერ ვისაუბრეთ დღეს გაციფრულებაზე. მოვანეტა ის ეტაპი, როცა ბანკებს და ვაფშე ფილიალების ამბავი აღარ იარსებს, ციფრულ ბანკზე ვფიქრობდი რა. 25%-ით არის შემცირებული ბოლო 4 წლის განმავლობაში ფილიალების ვიზიტი. ანუ წინა პერიოდში რაღაც მომენტში დაიხურა. დაიწყო, ხო. ანუ ფილიალები შეიძლება დაიხუროს, შეიძლება ტრანსფორმაცია განიცადოს, ანუ ერთი კაცი შეიძლება დაგხვდეს რა. ფილიალში შეიძლება ერთი კაცი დაგხვდეს და ქეში არ იყოს. ანუ ნაღდი ფული შიგნით არ იყოს რა და რაღაც კონსულტანტი იყოს, რომელიც მოგიყვება, რომ თქვენ მოხვედით. ანუ არსებობენ კიდევ ადამიანები, რომლებიც კითხულობენ რაღაცეებს, ხო, რომ ანუ ეს როგორ უნდა გავაკეთო, რაღაცა კონსულტაცია ჭირდება და ამისთვის პირველი ინტერნეტ ბანკი ახლა ციფრულ ბანკზე გამახსენდა 1995 წელს გაუშვა რაღაცა ბანკმა სახელი არ მახსოვს, მაგრამ დიჯიტალ ბანკი იყო ამერიკაში. ფილიალი არ ჰქონდა. просто რათავზე ხელაღებული ტიპები იყვნენ 95 წელს დიჯიტალ ბანკს რო აკეთებ, ანუ ფილიალურ ბანკს რო აკეთებ, როცა ხო ხდები მაშინ ყველაფერი. ეხლა ხანს უყურებდი ვიღაც ყვებოდა რა, რომ 2027 წელს ანუ 95 წელზე რო იყო რა, რო ამბობდი, მაშინ ფილმი ტერმინატორში 2027 წელს ისინი რა ქვია რობოკოპები უკვე დავიყრობდნენ 2027-ია იქ ნახსენები და Back to the Future-ში გავიარეთ ხო? კი, ეგ გავიარეთ უკვე. პრინციპი მანქანა ის კურთუკი პირდაპირ. მე მგონი და დავამთავროთ, თორემ ამაზე ძალიან ისე სახალისოდ და ბევრს ვისაუბრებთ ძალიან მე მგონი. აუცილებლად მადლობა, მე დღეს ბევრი საინტერესო რაღაც გავიგე. მართლა გულწრფელად გეუბნები. მეც მგონია რომ ბევრი რაღაც და მაგრამ ბევრი მოვინიშნე კიდე AI-ზე უნდა ვისაუბროთ კიდე ძალიან სიღრმისეულად და ანალიტიკაზე, CRM-ზე, რომელიც აღარ არსებობს პრაქტიკულად AI-ის თაობაში და ბევრ რაღაცაზე უნდა ვისაუბროთ და ზუსტად ამაზე ისტორიაზე როცა ვისაუბრებთ, აი ესე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რა, რომ 95 წელს და 90-იანებში 2020 წელი და 2027 წელი ცოტა სხვანაირი წარმოდგენებით იყო რა და დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა. და ამ დროს ჩვენ ისევ იმის რა ქვია ნიგერიელ პრინცს კაუჩუკის საბურავებით დავდივართ და იმის რა ნამპრინავი მანქანების დრო არ მოვიდა. კი და ყველა ელექტრომანქანაზე არ ვართ და ეგრეა. მადლობა გემრიელი ყაუჩუს. მადლობა. მომავალ შეხვედრამდე.